ყურადღება. ლაპარაკობს უჩვენებს და გლიცინებს თბილისი. ვიწყებთ მეტად სასიქადულო ინფორმაციით. როგორც იქნა კომპარტია დატოვეს კაპიტალისტური იდეოლოგიით შეპყრობილმა წევრებმა. ბაშა მეგობრებო, კომპარტიაში მხოლოდ სუფთა სისხლის კომუნისტები დარჩნენ. ბაშა ქალაქის თავკაცმა კახაბერ კალაზემ კაპიტალისტი ამბოხებს კარგად მოვლილი შუა თითი უჩვენა, რომელიც გადატანით იმ მნიშვნელობით ის ორგანო აღმოჩნდა ადამიანის პირიდან რომ არ ამოიშვება. ეგეც თქვენ ვიგინდა რამე ამბოხებო. ახია თქვენზე ყოფილი კაპიტალისტური თითებიდან ამოშვერილი მარქსისტული შუა თითი. კომპარტიის წარჩინებული პიონერი აჩოთა ლაკვაძე ამხანაგებთან ერთად კომუნისტურ ტბას ესტუმრა, რომელსაც შემოკლებით კომოს ტბას ეძახიან. თუმცა ახალგაზრდა კომუნისტმა მალევე უარყო ეს ფაქტი და განაცხადა, რომ ის ცენტრალურ კომიტეტში იმყოფებოდა. მაინც როგორ მოასწრო ასე უცბად დაბრუნება? პროლეტარიატმა დააბრუნა? მუშათა კლასმა? როგორ? რა კაპიტალიზმია? რა სოციალიზმია? როგორ? ინო ახალგაზრდა თმაკულმა კომუნისტი ირაკლი კობახიძე კაპიტალისტ სერგო რატიანს დაუპირისპირდა. მე შენ დაგამთავრებო, პირდაპირ მიახალა საბჭოთა ფოლადივით მტკიცე სიტყვა. რას გიძა მეცი სერგო? დაგამთავრებ. ილად იყავი სერგოვან, ირაკლი ყობებს სასრულებს დანაპირებს. ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში იგი საკუთარ ემოციებს დაემუქრა, რომ არასოდეს გამოიყენებდა მათ და აქ დღემდე პირნათლად ასრულებს აღნიშნულ პირობას. კაპიტალისტური საჯდომების რისხვა და სოციალისტური საჯდომების მცველი ლევან ვასაძე კვლავ ებრძვის გარყვნილებას. დიახ, ის დღემდე გმირულად იცავს მამაკაცის ხერხების ქვემოთ არსებულ ტერიტორიას. ბაშა ბატონო ლევან, ამ ბრძოლაში მეც თქვენს გერდით მიგულებ. ერთად დაავსაჯოთ სექსუალური უმცირესობები. სექსუალური ჩემი ცოლი მეზიზღება. დიდი ალექსანდრეს შემთხვევით და კნინობით სეხლიას ალეკო ელისაშვილს კახეთის მოსახლეობა დიდი ზარძეიმითა და გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდა. არ ჩაიჯვა, მოდი შავში. არ ჩაიჯვა. მართლაც ბატონო ალეკო, ხური მიუგდე ამ მართებულ თხოვნას. 2 დღის წინ პარტიული ტელევიზიის ეთერში საბჭოთა ბელადს ამხანაგ ბიზნია ივანიშვილს მეტად მწვავე და კრიტიკულ კითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა. გამართული ინტერვიუს შემდეგ ჟურნალისტი ლალიაშვილი პარტიის ერთგულებისთვისა და მოზომილი კითხვების დასმისთვის ლენინის ორდენით დაჯილდოვდა. ბაშა საბჭოთა ჟურნალისტებო, თქვენი დაუღალანი შრომით დღე ასაბჭოებთ ისედაც წარმატებით გასაბჭოებულ ქვეყანას. საბჭოთა საერთო ადეკვატურობას ოდნავაცდენილი მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პირველი პირის ჩასათმარუნებლად სალობიეს ესტუმრა. ბაშა მეგობრებო, საბჭოთა საქართველოში ყველა თანაბარია. ამხანაგი პრეზიდენტი სალობიაშვილის, ხოლო ამხანაგი ამბროლაურის რაიკომის მდივანი პორშეს მარკის ავტომობილში. თუ გონია რომ დაგვავიწყდი ამხანაგო რაიკომის მდივანო, ძალიან ცდები. არასოდეს გაბადიებთ კაპიტალისტური ნავაროტკებით გაწყობილი ავტომობილის სიარულს. არასოდეს